მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღევანდელ ვიდეოში თქვენ მოისმენთ თბილისის ამჟამინდელი მერის კახა კალაძის ბიოგრაფიასა და ფაქტებს მისი პოლიტიკური და ბიზნეს კარიერიდან, რომლებიც აქამდე შესაძლოა არ იცოდით. გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეობს. ახლა კი დავიწყოთ. კახა კალაძე დაიბადა 1968 წლის 27 თებერვალს სამტრედიაში, ოჯახში, სადაც სპორტი ცხოვრების ნაწილად იყო ქცეული. მამამისი ყოფილი ფეხბურთელი იყო, მოგვიანებით სამტრედიის ლოკომოტივის პრეზიდენტიც გახლდათ. ამიტომაც კახამ თავისი სპორტული კარიერა სამტრედიაში დაიწყო. შემდეგ იყო დინამო თბილისი, სადაც სულ რამდენიმე წელიწადში გუნდის ერთ-ერთი მთავარი მცველი გახდა. მისი ტალანტი მალევე შეამჩნიეს და 1995 წელს უკრაინაში კიევის დინამოში გადავიდა. აქ მან რამდენიმეჯერ მოიგო ადგილობრივი ჩემპიონატი, რასაც მოგვიანებით დაემატა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობაც. ნამდვილი წარმატება კი 2001 წელს დადგა, როდესაც შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ მილანის მილანმა კალაძე 16 მილიონ ევროთ შეიძინა. ტრანსფერი, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული იყო საქართველოს ისტორიაში. მილანში მან 9 სეზონი გაატარა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, სერია A, კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატი და სხვა პრესტიჟული ტიტულები. ამავდროულად საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი და კაპიტანიც გახდა. იგი 5ჯერ აღიარეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც ჯერჯერობით საქართველოს რეკორდია. სპორტულ ტრიუმფთან ერთად კალაძის ცხოვრება ტრაგედიამაც დაამძიმა. 2001 წელს მისი ძმა ლევანი გაიტაცეს და რამდენიმე წლის შემდეგ გარდაცვლილად ცნეს. ეს ამბავი მის ცხოვრებაში მუდმივი ტკივილის წყაროდ დარჩა და სწორედ ამ ფონს გაყვა მისი საქველმოქმედო მოღვაწეობაც. დააარსა კალას ფონდი, რომელიც ახალგაზრდების სპორტში ჩართვასა და დევნილთა დახმარებაზე იყო ორიენტირებული. ფეხბურთის შემდეგ კალაძე ბიზნესში ჩაება. შექმნა საინვესტიციო კომპანია კალა კაპიტალი, რომლის საქმიანობაც ენერგეტიკასა და უძრავ ქონებას მოიცავდა. მას ჰქონდა წილები ბანკებში, ჰიდროენერგეტიკულ კომპანიებში, ფლობდა რესტორნებს მილანსა და კიევში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი მონაწილეობა ენერგეტიკის სექტორში, სადაც კალა კაპიტალი ფლობდა წილს კომპანია საქ-ჰიდრომ შენში. ამან მოგვიანებით პოლიტიკური კარიერისას, როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა, ინტერესთა კონფლიქტის ეჭვებიც გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზით გაყიდა კომპანიაში არსებული წილი GMC Holdings-ზე, თუმცა ეს ფაქტი მაინც დარჩა მის საქმიანობასთან ასოცირებულ მნიშვნელოვან დეტალად. ბიზნეს ინტერესებს შორის ასევე იყო რესტორანი ჯიანინო მილანში, ბუთხა ბარი კიევში, წილები პროგრეს ბანკში და სხვა ქონება, მათ შორის ძვირადღირებული ავტომობილები და ქართველი მხატვრების ნამუშევრები. პოლიტიკაში კალაძე 2011 წელს ჩაერთო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნება დააფუძნა. მან სწრაფად მოიპოვა გავლენა და 2012 წლის არჩევნებში, სადაც პარტიამ გამარჯვება მოიპოვა, კახა კალაძე თავდაპირველად პარლამენტის დეპუტატი გახდა, ხოლო მალევე ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი. სწორედ აქედან დაიწყო მისი აქტიური პოლიტიკური გზა. მინისტრის პოსტზე ყოფნისას ის სისტემური რეფორმების იყო დაკავებული, თუმცა მუდმივად ადევნებდნენ თვალს მის წარსულ ბიზნეს საქმიანობასაც. ტორის პოსტზე მან მინისტრის თანამდებობა დატოვა და თბილისის მერის არჩევნებში კენჭი იყარა. პირველივე ტურში მოიგო და დედაქალაქის მერი გახდა. შემდეგ კი 2021 წელს კვლავ გაიმარჯვა მეორე ვადით. მერის საქმიანობა ხშირად კრიტიკის საგნადაც ქცეულა, თუმცა ის კვლავ რჩება მმართველი პარტიის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად. პარალელურად მიუხედავად იმისა, რომ კანონით მოქმედ მერს ბიზნესში ჩართვა არ შეუძლია, 2025 წელს გაჩნდა ინფორმაცია, რომ მან დააარსა ახალი კომპანია კალა კაპიტალ თბილისი, რამაც საზოგადოებაში კითხვები წარმოშვა, ხომ არ რჩება მისი ბიზნეს ინტერესები პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებული. ოპოზიციური პარტიები კალაძესა და მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს ადანაშაულებენ სახელმწიფოს ბიუჯეტის გაფლანვაში, რისი ნათელი მაგალითიცაა შიდა მუნიციპალური ავტობუსების შეძენისთვის გამოყოფილი ფულის ნაწილის მითვისება. სხვადასხვა წყაროების მიხედვით კალაძემ ერთი ავტობუსის შეძენიდან მოტეხა დაახლოებით 70,000 евро და ჯამში საქმე მილიონებამდეც მივიდა. კალაძის მერობის პერიოდში მოეწყო არაერთი სკვერი და პარკი, განვითარდა ინფრასტრუქტურა, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა გადაუჭრელი რჩება. შეძლებს კალაძე ხალხის სრული ნდობის მოპოვება და საკუთარი ავტორიტეტის დაცვას? ამას დრო გვაჩვენებს. დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.